საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო, TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, წელს პირველად ხვდებით და ვიწყებთ გადაცემებს და წელი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო უჩვეულო ამბებით, რაც შეეხება გლობალურ პოლიტიკას. ერთგვარი გლობალიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება, თუმცა ახლა კონსერვატიული იერით დონალდ ტრამპმაც განაცხადა საკმაოდ ბევრ მიწებზე და ტერიტორიებზე პრეტენზია და სთავაზობს კანადას, ასევე პანამას, რომ გადასცეს პანამის სრუტე და უკვე ხელმეორედ შესთავაზა კანადას გახდეს ეგრეთ წოდებული 51 შტატი, აგრეთვე გამოხატა ინტერესი ხელმეორედ გრენლანდიის ყიდვის. თქვენ როგორ შეაფასებდით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რასაკვირველია ასევე შევეხებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს არ წყდება ისევ და ისევ ესეთი დაშტამპვა ამ განცხადებების, რომელსაც ხელს აწერენ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ასევე ყოფილი ჩინოსნები ამ ქვეყნებისა. როგორი იქნება თქვენი შეფასება და პოზიცია? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. მიულოცავ ჩვენ ტელემაყურებელს შობა ახალ წელს, ბედნიერი შობა ახალი წელი გქონდეს, ახალი წელი 25 წელს სიკეთი, 25 წელი სიკეთის მომტანი იყოს, გამარჯვების, წარმატებების და ყველა იმედის ასრულების, რისი იმედის გვაქვს უკვე მრავალი ათეული წელი. ამერიკის შეერთებული შტატები თავის ამპლუაშია და ეხლა შეტრიალდა ისტორია, შეტრიალდა თუ მათ მსოფლიო წესრიგი და მსოფლიო საერთაშორისო კანონი და საერთაშორისო სამართალი შეცვალეს, როდესაც დაებომბა იუგოსლავია და ამით ხელი გაუხსნეს სულ ყველას და მათ შორის რუსეთსაც იმ ქმედებებში, რომელიც შემდგომში განვითარდა, თუმცა რუსეთის მხრიდან ეს საკმაოდ მოგზალებული იყო და მხოლოდ იძულების შედეგად მოხდა ყველა ის ქმედება, მათ შორის საქართველოში 0-0, მათ შორის უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ ახალ მაგალითს, რომ მსოფლიო გლობალური მოთამაშე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, როგორც თქვენ ბრძანეთ, მოხსნას ყოველგვარი მუხრუჭი კამრები შეხსნას მსოფლიოს ყველა იმ დიდ ქვეყანას, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდნენ უკვე მრავალი ქვეყნები და მრავალპოლარული სისტემა იცვლება, ერთპოლარული სისტემა იცვლება მრავალპოლარულად. რატომ ამ ხელა შესავალი? რუსეთი დღეს ხდება მიზიდულობის ძალა და უკვე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რამდენიმე დეპუტატმა გააკეთა განცხადება, რომ 25 წელი ეს იქნება წელი, როდესაც რუსეთის გარშემო დაიწყებენ გაერთიანებას ქვეყნები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიც და თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება კანადა, გრენლანდია, მექსიკას, იქ პანამის სრუტეს და თავის კონტინენტზე რაც აქვს, იმ ქვეყნებზე და იმ ტერიტორიებზე გააკეთოს განაცხადი და პრეტენზია გამოთქვას, მაშინ რატომ არ აქვს რუსეთს იმის უფლება, გამომდინარე ამერიკელების ლოგიკიდან, რომ პოსტსაბჭოური, პოსტსოციალისტური ქვეყნები გახდეს ისევ რუსეთის დაქვემდებარების თუ გავლენის ქვეშ. დაქვემდებარება აღარ იქნება არავისთან, ეს იქნება გავლენის სფეროები და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ იქნება რამდენიმე გლობალური პოლუსი შეიქმნება, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან მრავალი ქვეყანა და ეს დაახლოებით თითო გაერთიანებაში უნდა იყოს 450 მილიონიდან 500 მილიონამდე ადამიანი და აი ამ პოლიტიკური ცენტრების გადათამაშებას აუნთო მწვანე ტრამპმა და რაც შეეხება ასე ვთქვათ გლობალიზმის დასრულებას და ახალი გლობალიზმის დაწყებას დღეს ყველა გაკონსერვატორდა და გაკონსერვატორდებიან იმ კუთხით რომ აი ღირებულებები რომლებიც იყო ადამიანებისთვის და როგორც ადამიანურად უნდა იცხოვროს კაცობრიობა, ქრისტიანულად დავარქვათ, მუსულმანურად დავარქვათ თუ იმ ტრადიციული რელიგიებიდან გამომდინარე, რომელშიც ყველგან უარყოფილია.
ყველგან უარყოფილია ის უბედურება, რასაც ბოლო 30 წელია თავს ახავენ მსოფლიოს. რის გამოც მსოფლიო დაიღუპებოდა. ეს არც ტრამპის გადაწყვეტილება არის, არც შეიძლება დიდი სურვილი, რა თქმა უნდა, სურვილი არის, მაგრამ ობიექტურმა რეალობა მოიტანა ის, რომ თუ ასე არ მოხდა, კაცობრიობა დაიღუპება. კაცობრიობის გადაგვარებას უკვე საზღვარი არ აქვს და ჩვენ ხედავთ რა ხდება უკრაინის ეკლესიებში, რა ხდება დასავლეთის, ბრიტანეთის, დასავლეთ ევროპის ეკლესიებში, გადაიქცა კაფეებად, გადაიქცა დისკოტეკებად და არ დგას ის შორს არ არის, რომ სხვა ქვეყნებსაც თუ მოხდა მათი ოკუპაცია, ანექსია, ისე როგორც მოხდა უკრაინაში, აი ამ შავი ძალების მიერ, ანალოგიურად განმეორდეს. ანუ სოფლიო შეიცვალა და აუცილებლად შეიცვლება სამართალი. საერთაშორისო სამართალზე აღარობა. უბრალოდ ახალი კანონები იქნება. ახალი წესები იქნება, ისევე როგორც ახალი წესები იყო დაწესებული 1991 წლიდან დაუშვათ 25 წლამდე, 2025 წლამდე ან 26 წლამდე. მოით ეს პერიოდი ჩვენ ავიღოთ გარდამავალ პერიოდად. როდესაც მოხდება ძალიან სერიოზული ძვრები სოფლიოში და საქართველოს ამ შემთხვევაში უნდა იყოს მზად ყველაფრისთვის. თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ისინი დასავლეთი ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის, ეს ოპოზიციის გარდა ყველაფერია, შტამპავენ და შტამპავენ აი ამ თავად განცხადებას, მაგრამ აი ეს ყოველი დაშტამპული უკვე ძალიან ფემქრთალი ხდება და ის ბეჭედი, რომელსაც ურტყავენ ისინი, საკმაოდ არადამაჯერებელია. ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაყალბებულიც იყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს ევროპარლამენტში აქვს ამის სურვილი. რამდენად არ უნდა გიყვარდეს კი არა, რამდენად უნდა გიყვარდეს შენი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, რამდენად დიდი უნდა იყოს ჟინი, რომ ეუთოს დელეგაციას აუგზავნო ჩამოსვლა, თუმცა ამ დელეგაციის ჩამოსვლა, არ ჩამოსვლა, არაფერს არ წყვეტდა საქართველოში, ისევე როგორც ხვალ ტრამპი რო ჩამოვიდა საქართველოში, არც ის გადაწყვეტს. ანუ სოფლიო გადანაწილების უკვე ზღვარზეა და ამ გადანაწილების შედეგად საქართველოს აღმოჩნდება იქ, სადაც ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, აქეთ კიმ ჩენ ირი, აქეთ ირანი, რამდენიმე დიდი სახელმწიფო მოილაპარაკებს და ჩვენ ირანს მოამოვაგებთ ამ თემიდან, იმიტომ რომ ირანი არის ერთ-ერთი ძალთა კონცენტრაციის ცენტრი. ამიტომ კიდე ერთხელ მოუწოდებ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ მოსახლეობას, კარგად დავფიქრდეთ რა პერიოდში შევდივართ და მე მინდა გუშინ წინ ქონდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარეს. დაახლოებით 25 წუთი გრძელდებოდა, 12 მიკროფონი იყო ჩართული და მოკლედ ერთმანეთს არ ასლიდნენ ეს ჟურნალისტები, თუ მაგ ჟურნალისტები ქვიათ და ამ ბატონმა ზუსტად ისე ილაპარაკა, როგორც უნდა ესაუბრა. ზუსტად ის აქცენტები გააკეთა და მე მოხარული ვარ, რომ ქართული ოცნება ბოლოს და ბოლოს ხვდება იმას, რომ სხვა გზა არ არის იმის გარდა, რომ დასავლეთი განდევნონ. ანუ უნდა თუ არ უნდათ ეს მოხდება. და რაც ადრე მოხდება და რაც უფრო მეტად ოცნების წილი ამ საქმეში იქნება მაღალი, მით მეტი იქნება საქართველოს დაფასება, როგორც ხელისუფლების, ასევე ქვეყნის იმ ახალ რეალობაში, რომელშიც გადავდივართ. და დღეს ოცნების პოლიცსაბჭოს მიერ გავრცელებულ ამ განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროპარლამენტარები ემზადებიან კიდევ ერთი რეზოლუციის, რიგით უკვე მე-6-ე, თუ არ მეშლება რეზოლუციის მომზადებას, სადაც არ არის გამორიცხული პირდაპირ იყოს მოწოდება საქართველოსადმი, რომ ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. და ეს ინფორმაცია, მედია, ვინც ფლობს ინფორმაციას, ის განაგებს სოფლიო პროცესებს, როგორც არის ეს ფრთოსანი ფრაზა ნათქვამი, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ რუსეთში და რუსულ მედიაში უკვე ბევრი ნიუსი დაიდო, ეგრეთ წოდებული ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ არის ესეთი განცხადება, რომ შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდოს დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ ომია, ან ჩაერთოს ჩვენს წინააღმდეგ ომშიო. ეს ახლა როგორ ფიქრობთ, ესა მარტივი განცხადებაა? რუსეთში ხო უყურებენ ამ განცხადებას? ერთი რიტორიკული კითხვა აქვს, რა დაუჯდა ოცნებას და მის საპატიო თავმჯდომარეს ეს განცხადება რო გაეკეთებია დასავლეთს. ეს პირდაპირ ასხავს ოცნების წისქვილზე წყალს, რამე თუ ის განცხადებები, რასაც ოცნება აკეთებს ბოლო 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში.
რომ დასავლეთი მოგვიწოდებდა ჩვენ ჩართულიყავით ამ ომში, უკვე არის ქაღალდზე გადმოტანილი. ახლა მეტი საჩუქარი რა უნდა გაუკეთოს ევროპელმა ლიდერებმა ოცნებას. რის გამოც არაერთხელ გვითხოვს ჩვენ, რომ დასავლეთი გადის საქართველოდან, დასავლეთი გადის კავკასიიდან. აქ არის ფორმა მოსანახი. ის ვერ გავა, ისე რომ მე 35 წელი გავაუბედურე ეს ქვეყანა, ეს ქვეყნები, ჩვენ მიერ ოკუპირებული და შემდეგ კოლონიად ქცეული და ეხლა კარგად იყავით. არა, აქ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებია საჭირო და ერთ-ერთი არგუმენტი იქნება, რომ აი თქვენ რა გაფუჭებულები ხართ, რომ არ ჩაერთეთ ომში. რა უშლიდა დასავლეთს ხელს დაუშვათ 4 წლის წინ რო დაეწყოთ ეს პროცესი. ოცნების წინააღმდეგ, მაგრამ 4 წლის წინ სოფლიო არ იყო შეცვლილი. პანდემიამ შეცვალა სოფლიო და უკრაინაში აი ამ ტრაგედიამ ეს ცვლილება გააგრძელა. სოფლიო ვერასოდეს ვერ იქნება ისეთი ბანონდავით, რომელიც თქვენ გახსოვთ, რომელიც ჩვენ გახსოვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვენატრება, რომ ჩვენ ადამიანად ცხოვრობდით, ესეთი ვერ იქნება. ეხლა საჭირო იქნება ახალი უდიდესი ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენ აი მიუახლოვდეთ იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც იყო 90-იანების ბოლოს სოფლიოში და მერწმუნეთ 80-იანი, 60-იანი, 70-იანი წლები, 50-იანი, ეს იყო ოქროს 30 წელი მთელი სოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის, საბჭოთა კავშირისთვის, სოფლიო ეკონომიკა, კულტურა, განათლება, მეცნიერება და ჩვენ გავიზარდეთ იმ ფილმებზე, რომელიც იმ პერიოდში გადაღებული და რომლის მსგავს ეხლა უბრალოდ ვერ გადაიღებენ. იმიტომ რომ არც ამის ნიჭია, არც ამის წინაპირობაა და რას თქმა უნდა, არც ამის განწყობა კი არა, ბუნებრივი პირობებია. თუნდაც ბუნებრივი პირობებზე ვთქვათ, ხო? ალენდელონმა თქვა, მე მეზიზღება ის რა სიტუაციაში ბოლო წლები ვცხოვრობ. და მე მეგონა რომ მარტო ქართული ფილმი იყო იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ჩავარდა. დასავლური ტელესტუდიები, კინოსტუდიებიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ რა გვაქვს სახეზე? ჩვენ სახეზე გვაქვს, ბევრჯერ გვითხოვს და Facebook-ზეც მიდევს. ჩვენ გვაქვს სახეზე კლასიკური გასვლა ამერიკის შეერთებული შტატების და განგრეული უკრაინისგან. ნახეთ რას უკეთებენ უკრაინას. მაგრამ ისიც აღვნიშნოთ მაშინ რომ ის პროტესტში მონაწილეები, რომლებიც, თქვათ პირდაპირ არიან ლიბერალები, გლობალისტები, ასევე შობაც მეორედ იზეიმეს, ეგრეთ წოდებული რუსული შობა, როგორც თავად ეძახიან, ანუ 25-ში ხოდიდის ამბით იზეიმეს კათოლიკურ ყაიდაზე. მაგრამ მერე შვიდშიც იმის მაგივრად რომ ეკლესიებში წასულიყვნენ, რუსთაველზე შეიკრიბნენ და იქ კი ბატონო იმღერეს ალილო. ეს ადამიანებიც რომ ილუზიაში იმყოფებიან, ამას რა უყოთ? ანუ თქვენ ახსენეთ აი ეს ფილმები, ის დადებითი ესეთი ემოციური დატვირთვა, რომელიც ჰქონდა იმ დასავლეთის კულტურას, რომელიც ყოველ ჩვენთაგანში არსებობს, ახლა კარგიც ხომ არის, ხო, მარტო მხოლოდ უარყოფითი ხომ არ არის იმ დასავლეთში, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა ვის ყველას გვაქვს ნანახი ძველი სკოლოს ფილმები, ამერიკული ფილმები, თუნდაც აი მაკენას ოქროდან დაწყებული, რა ვიცი, რამდენი მენავთობე ქალები და ხო, რა უამრავი მშვენიერი ესეთი სანახაობრივი ფილმია, მაგრამ ისინი არიან აი ამ ტყვეობაში, ამ ილუზორულ ტყვეობაში, გონიათ რომ ხვალ დასავლეთი აქ შემოვა იმ თავის ევროკავშირის დროშებით და ეს არეალი იქნება ევროკავშირის გაგრძელება, რაც არის სრული утоპია. პროცესები ისე ვითარდება მსოფლიოში, აი გადაცემა რითაც დავიწყეთ, ან პრინციპში ხდება გლობალიზაცია, გრძელდება, უბრალოდ შეიცვალა თავისი შემადგენელი. გეოპოლიტიკური პოლუსები ჩამოყალიბდა და სუსტი ქვეყნები, თავად ფუკუიამასაც აქვს თუ არ მეშლება ნათქვამი, ან ლიბერალები, ესეთი ლიბერალთა გურუებიც ამბობდნენ ამას, რომ ძლიერი ქვეყნების გარშემო დაიწყებენ სუსტი ქვეყნების შემოკრებას. ახლა ტრამპი სადაც ასე ტაქტიკას ცვლის აი ამ გლობალიზაციის კუთხით. გლობალიზაცია იგივე, უნდა რომ შემოიერთოს დიდძალი ტერიტორიები. გრენლანდია არის 56 მილიონი კვადრატული კილომეტრი თუ არ მეშლება. საკმაოდ დიდი ტერიტორია, თუმცა სულ არის 4-5 ქალაქი. აი დედაქალაქი არის 20,000 მოსახლემდე. ანუ ჯამურად არის სულ 60,000-დან 70,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად გრენლანდიის სანაპიროებზე ცხოვრობენ, მის დასავლეთ ნაწილში. და აქ ის კი არ არის მხოლოდ რომ ამ ყინულოვანი მატერიკის შემოერთება უნდა დონალდ ტრამპს. ის უფრო შორსჭრეტელია და უფრო სხვა მიზნები აქვს. იქ არის უამრავი ნახშირწყალბადებით მდიდარი
ფენები, ასევე უნდა რომ გაეჯიბროს ჩინეთს და რუსეთს არქტიკაში გავლენისთვის. ანუ უამრავი მიზნები აქვს იმისთვის, რომ თუნდაც ამ გრენლანდიაზე გაილაშქრა. და ეს მცდელობები პირველი არ ყოფილა, ჯერ კიდე უილიამ ჰენრი სიუარდი 19 საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოინდომა ამ გრენლანდიის შემოერთება. იყო ესეთი წინადადებები, თუმცა დანიას აქვს მანდ გადამწყვეტი სიტყვა. დანიის შემადგენლობაშიც კი გაფართოებული ავტონომიითაა გრენლანდია. რომ აი ამ დეტალებს რომ გავანებოთ თავი, რეალობა არის ასეთი. იწყება ძლიერი ცენტრების ქვეყნებთან აი ამ შედარებით სუსტი მესამე კატეგორიის ქვეყნების შემოყვანა მიერთების პროცესი. ეს პირობითად დავარქვათ. პირდაპირ ახლა აქ თავიანთ სუვერენიტეტს არ დააწესებენ და არ მიგვიერთებენ, თქვა თუნდაც ჩვენ საქართველოს, მაგრამ ჩვენ სამეზობლოში ვნახოთ რა მდგომარეობაა. შემთხვევითია, ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ გონიათ ილჰამ ალიევის 7 იანვარს გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანული მედიისთვის, რომ სომხეთში, აი პირდაპირ ციტირებას მოვახდენ, სომხეთი ახლა არის ფაშისტური სახელმწიფო. ან მისმა ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს მდგომარეობა, ან ჩვენ შევცვლით იქ მდგომარეობას. ანუ პირდაპირ შევალთ სომხეთში. ალიევი ამბობს. ამ განცხადების შემდეგ სომხეთს დასჩენია მხოლოდ ერთი რამ, რომ მოახდინოს ძალიან მკაცრი რეაგირება. მე ვიცი, რომ უკვე რამდენიმე თვეა სომხეთში შედის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი, ძალიან დიდი რაოდენობით, ძირთად შედის თავდასხმეთი სახის შეტევით სახის იარაღი შედის და ეს რაღაცა მე ვიცი ბატონმა ალიევმაც ვარციც და აქ ახლა საუბარია ვინ ვის დაასწრებს. რაც შეეხება თქვენ საიდანაც დაიწყეთ კითხვა ამ ჩვენი შეცდომილების ვინც ახლა რუსთაველზე დგან და ბევრს მართლა გონია რომ ევროპაში შევლენ და ბევრს მართლა გონია რომ იქ იქნება კეთილდღეობა და აი ამ ხალხის ტრაგიზმი დადგება დაახლოებით 1 წელიწად ნახევარში. და მე აი როგორც ქრისტიან ადამიანს ყველა მეწოდება აი ადამიანურად მეწოდებიან რა უკანეს რა დღეში ჩაყარეს ეს ხალხი რომ აბსოლუტურად რეალობა დააკარგეს მაგრამ ამათ ვინ დაეძებს აგერ ნატომ გუშინ წინ გააკეთა განცხადება და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს უფრო მეტი ბოტიში ბანკებს და საპენსიო ფონდებს რომ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელონ სამხედრო მრეწველობაში ანუ წაგებულ თამაშში აი წაგებულ თამაში აყრევიებენ კიდე ფულს ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ კიდე ერთხელ ეს ქვეყნები იძულებული გახდებიან უფრო ახლოს მივიდნენ იმ მიზიდულობის ცენტრთან რომელზეც თქვენ ბრძანებთ და უფრო მეცაც გეტყვით ეს მიზიდულობის ცენტრი როდესაც შეიქმნება ვინმეს არ ეგონოს და არც ვაშინებ არავის უბრალოდ გუშინ ერთმა ჩემმა ძალიან ჩემთვის საპატიო ადამიანმა მითხრა ქალბატონმა შენ რო გისმენო მე 2 დღე მეშინიაო ანუ კი არ საშიში კი არ უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდება ღმერთს ახალს ან დაბეჯითებით უკვე რო გთხოვენ რეცეპტს ხო ანუ უკვე ნახე რა ხდება ბატონო დავით ეს ქვეყნები რომლის გარშემო შემოიკრიბებიან ეს პატარ-პატარა ქვეყნები იძულებული გახდებიან ძალიან კაცრი ხელით მართონ აი ეს მოსული თუ შემოსული თუ მასთან მისული ქვეყნები იმიტომ რომ სხვანაირად აი ეს ხალხი ახლა რატო დაუკავშირე ეს სხვანაირად ის ხალხი რომელიც დღეს რუსთაველზე დგას და უფრო მეტი ვინც რუსთაველზე არ დგას უბრალოდ ზოგს აცალია ზოგს ეშინია იმათ თუ შენ ჯერ უნდა აუხსნა და მე ძალიან მკაცრად უნდა მოთხოვო იმიტომ რომ როდესაც ბავშვს აქვს გლანდები მწვავე გლანდები აქვს ან ღმერთო დაიფაროს მწვანე აპენდიციტი რომელიც გადასულია აპენდიქსი რომელიც გადასულია მაშინ რა ქვია პერიტონიტში თუ შობელმა უყურა არ თვითონ როდის წავა თავის ფეხით შობელია კედელთან მისაყენებელი ანუ რის თქმა მინდა ეს გლობალური გადანაწილება გამოიწვევს თავის თავად აუცილებლად ძალიან მკაცრი მე დიქტატურას არ ვამბობ მაგრამ საკმაოდ მკაცრი ხელი იქნება საჭირო დაახლოებით ისეთი ხელი რომელიც იყო არ მინდა შედარებები გავაკეთო მაგრამ რამდენიმე წელი დაგჭირდება ჩვენ და იმ თავრობას ვინც იქნება რომ ეს დაარეგულიროს ის ვინც გაიგებს და ბევრი უბრალოდ ვერ გაიგებს სად აღმოჩნდა აი უბრალოდ ვერ გაიგებს ახლა აი ადამიანს რომ მთელი ცხოვრება უნდა ეს არის ხორცის საკები მანქანა და მართლა გონია რომ ხორცის საკები მანქანა და ამ დროს აღმოჩნდა ჭიქა ანუ ის მისი ფსიქიკა არ არის მზად ამისთვის
წამსვლელთა კატეგორიაც გამოჩნდება. მაგრამ უყურე ვერსად ვერ წავლენ. ისინი ახლა სადაც აპირებენ წასვლას არავინ არ ელოდება. ერთი რო არ ელოდება, იქ უარესი დახვდებათ. იქ დახვდებათ იმდენად გამწარებული, იმდენად არაადეკვატური გერმანელი თუ ფრანგი თუ ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი და იქ მეორე შოკი დაემართებათ ამათ. რომ აი ეს ყოფილა, აი ამათთან მივდიოდით. ანუ კატასტროფული მდგომარეობა ფსიქოლოგიურად ჩვენ ვართ უძინეს მდგომარეობაში. ეს არ არის სახუმარო საქმე. თითქმის ორი თაობა გაიზარდა ამ პარადიგმაში. და როცა ჩვენ აგერ ყავს მეზობელი, აგერ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც გარდაუვალია. ზელენსკის ნახეთ რა უქნეს. პრაქტიკულად ზელენსკის მიადგნენ ამერიკული კლასიკური გათახსირებით ბოდიში, ჯერ გააბახებენ, ჯერ მოიყვანეს, მე ეხლეუბნებია შენ კორუმპირებული ხარო. ანუ ზელენსკი ისთვის ემზადება. ზელენსკიმ გუშინ გააკეთა განცხადება, არო კიო არისო მოპაროებიო, მაგრამ ჩვენ მაგასო ვიჭერთო. ანუ პრევენცია მოახდინა იმისი, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია მას წაუყენებს, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციაა გასაწმენდი მასთან ერთად. და მეორე, მას წაუყენებენ იმ ნარკო დამოკიდებულებას და ნარკოტიკებისკენ ტოლვას. ანუ ამ ადამიანმა დაიწყო პრევენცია თავისი, რით შეიძლება ის დასაჯონ. ანალოგიური ქონდა ნებისმიერ ბატონო მიხეილ, ნახეთ ხო ამბობენ, რომ ახლა ჩართო რეფლექსი აქვს, რა თქმა უნდა, წმინდა ადამიანური მომენტია, რადგან შეიცვალა ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაქსიმალურად ცდილობს დაათფოს და ჩვენებურ ენაზე რომ ვთქვათ, ან სიტყვაზე, ესეთ პათხალი იმაჟი აქვს ჩართული ტრამპის მიმართ, თუმცა არ გამოდის, მაგრამ სინამდვილისთვის უნდა ითქვას, რომ თუნდაც მისი ეს კონკურენტი ზალუჟნი, რომელსაც უფრო მეტი ავტორიტეტი ჰქონდა რიგით მებრძოლებშიც კი, შემთხვევით არ იქნა მივლენილი დიდ ბრიტანეთში ელჩად და ახლა თავად ზელენსკი აძლევს ტელეგრაფს ინტერვიუს, სადაც არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთხელ იქნება ბალოტირებული საპრეზიდენტო არჩევნებზე. ანუ ეს იმას მიანიშნებს, რომ ის მაინც ებრძვის ტრამპის ადმინისტრაციას. არა, მე ტრამპის ადმინისტრაციას მე ესე ვერ ვიტყოდი, მას რაც ტრამპზე აქვს ნასაუბრები 4 წლის წინ, ტრამპს კარგი მეხსიერება აქვს და არავის არაფერს არ აპატიებს. ის ქმნის ილუზიას, რომ ის არის ლიდერი. ანუ ამ ილუზიის დაკარგვა მისთვის იქნება საერთოდ საბოლოო ჩამოქცევა. ანუ ეს არის გაღმით შეედავეს პრინციპი. და ამ გაღმით შეედავეს პრინციპში შეეცდება და მე უკრაინელებთან დაკავშირებით ეს ქვეყანა უკვე 20 მილიონამდე დავიდა. 22 მილიონზე მეტი პლუს მინუს არავინ არ იცის სადაა წასული. და როდესაც დიდ ქალაქებს მიადგება რუსეთი და ეს იქნება უახლოეს შეიძლება 2-3 თვეში, მე ნახეთ თქვენ ევროპისკენ დენადობა. ანუ პრაქტიკულად ევროპა ამერიკამ და რუსეთმა აი ამ ტრაგედიის ფონზე ევროპა გაიყოს. ეკონომიკურად ხო თითქმის ნოლზე დასვეს. და მე არ გამოვრიცხავ, ჩვენ ადრე საუბრობდით, გერმანია ისევ დაждდება რუსეთთან სალაპარაკოდ იმ იაფი გაზისთვის და აი ამ იაფი გაზისთვის რას მოთხოვს რუსეთი გერმანიას და დასავლეთ ევროპას არავინ არ იცის. ინფორმაციამ ხო გაჟონა, რომ შოლცი აპირებს შეხვედრას. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვტვევს უახლოეს 2-3 წელიწადში. დასავლეთ ევროპა დაგვტვევს უფრო ადრე. ამიტომ იმ ქვეყანას, იმ ქალაქს, რომელიც საუკუნეებია ჰარმონიაში ცხოვრობდა ყველა ტრადიციულ რელიგიასთან, რომელიც ჩვენ გარშემო არის. და ისინი ძალიან ბევრი გვარტყანა, ამათ ხო უყვართ რომ ევროპელები არიან. აქეთ არის დასავლეთი კათოლიციზმი, აგერ არის ისრაელი, აგერ არის მუსლიმანური სამყარო და აგერ არის იუდაიზმი, ბუდიზმი, რომელთაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, ანუ სტრატეგიული პარტნიორები გავხდებით. ჩვენ ამ სივრცეში უნდა ვიყოთ, მე ასე ვთვლი. და როდესაც ჩვენი მეზობლები ამაზე საუბრობენ და მე მგონი ის სიუჟეტი თუ არის იქნება ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ერთი რწმენის ხალხმა უნდა არა მარტო ერთი რწმენის ხალხმა, არამედ მრავალი რწმენა, რაც არის რამდენიმე ეს კონფესიებმა, უნდა გამონახოთ საერთო ენა. თუ შეიძლება. საუბარია იმ სიუჟეტზე, რომელიც
რომელშიც საუბარია სწორედ აი ამ შემწყნარებლობაზე, მეგობრობაზე, პატივი ურთიერთპატივისცემაზე, კონფესიების მიუხედავად და სასულიერო პირები აკეთებენ ამ განცხადებას რუსეთში, ესეც უნდა ითქვას. და რეჟისორს ვთხოვთ, რომ გაუშვას ეს სიუჟეტი. მე ორ დღეს დავამატებ, სანამ გაუშვեմ ეს სიუჟეტს, აქ არის საუბარი რაზე. მოსახლეობის ჩვენი უმრავლესობა, ჩვენ ცხოვრობთ მრავალკონფესიურ სახელმწიფოში. ისევე როგორც რუსეთი არის მრავალკონფესიური. ანუ ჩვენი თანაც მე კარგად მახსოვს, როგორი სიტუაცია იყო რუსეთში, როდესაც მინტიმე შამიევი პრაქტიკულად რამდენიმე წელი რო გაგრძელებული იყო ის და დასავლეთს მოთმინება გამოეჩინა და რუსეთის მოხჩობა არ გადაეწყვიტა ცაიტნოტის გამო, რუსეთი იყო პრაქტიკულად დაშლილი და ერთ-ერთი ძირითადი ასე თქვა დასაშლელად ამოღებული ყავდათ სამიზნეში აი ეს მუსულმანური სამყარო, რომელსაც დიდი გავლენა იყო მაშინ და ვინ აფინანსებდა თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში, როცა შენ საუკუნეები ცხოვრობ, შენ მუსულმან ებრაელ ძმებთან, შენ კათოლიკებთან, რომელიც ძალიან ბევრია საქართველოში და ეს ურთიერთობა არის, შენ უნდა დაფიქრდე, რისკენ გიბიძგებენ. იმისკენ ხო არ გიბიძგებდნენ ეს ბოლო 30 წელი, რომ მე ყველას ეთქვა, რომ არის საქართველოში შეუძლებელია ცხოვრება და მოდი ჩვენ ყველამ ჩვენს პატრონს ამ კუთხით ვიძახი მეზობელ სახელმწიფოს, ვისთანაც რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი ბმა გაქვს. ამისკენ ხო არ გიბიძგებდნენ? ამისკენ უბიძგებდნენ რუსეთს. რა ვიცი, მე ასე ვთვლი. ჩემთვის მთავარი ეს არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რაზეა საუბარი და ვისთან რა გვაქვს საუბარი. არავინ არავის არ თხოვს მონობას, არავინ არავის არ თხოვს. მით უმეტეს თქვენ სწორედ აღნიშნეთ. ეს ის დრო აღარ არის. შენ რო დღეს რუსეთს ეხვეწო საქართველოს მიიღე შენ შემადგენლობაშიო, არ იზავს, აღარ არის. ყველა გახდა ჭკვიანი, არავინ არავის აღარ არჩენს. რომ მე როდესაც ვიქნებით მზად ამისთვის, რომ კარგად, ანუ მაპატიე და წელს რომ მოიდგავს კაცი და ცოტა ფერუმარს მას იცავს რა ქვია, შეიმოსავს. ამის მერე უკვე არაფერი აღარ იქნება საჭირო ამისთვის. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, ბატონდავით, რომ აუცილებლად უნდა გავიდეთ იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც ვართ ჩვენ დღეს, ხო? გამორიცხულია სხვანაირად. მოსახლეობის 80% დღეს საქართველოს მზად არის ძალიან დიდი ცვლილებებისთვის და აი როგორც არ მინდა ახლა ხშირად მეუბნებიან შენ გადაკიდებული ხარ 90-იან წლებზეო, არ უნდა ავყვეთ ილუზიებს. არ უნდა ავყვეთ ილუზიებს. ილუზიები დამღუპელია. შენ თუ ილუზიას აყევი და რეალობას არ შეხედე, ანალიზს ვერ გააკეთებ რა მოდის ხვალ. ჩვენ რატო საუბრობთ? მე მგონი მაყურებელს დავღალე და ჩვენც მეტაკლებად უკვე ერთ და იგივეს გამეორებით, მაგრამ სხვადასხვა კონფიგურაციით ვაკეთებთ ამათ, ხო? ჩვენ უნდა რეალობას შევხედოთ, სადა გვაქვს ეს ურთიერთობა. ვისგან მოდის საფრთხე, ვინ არის შენი დამცველი და ვისგან შეიძლება ამ ქვეყნის თავიდან იმ მდგომარეობაში ჩაყენება და ჩავარდნა უბრალოდ, რაც ვიყავით ჩვენ დაახლოებით 4-3 საუკუნის წინ. თქვენ ხო ჩემზე კარგად იცით, ჩემზე უფრო გასწავლული ბრძანდებით. საქართველოში 2 საუკუნენახევარი დაკარგული იყო მეფის მირონცხების ტიპიკონი. ანუ არ ახსოვდათ. არ იცოდნენ როგორ უნდა მირონცხებული მეფე როგორ ყოფილიყო. ეს არის ქვეყნის უბედურება. და როცა ამხელა გასასწრელიდან შენ შემოხვედი ისევ იმ რეალობაში, რასაც ჩვენ ნახეთ დღეს, რაც ჩვენ ნახეთ გუშინ წინ, რაც ბოლო წლები ვხედავთ ჩვენ გნებავთ საკათედრო ტაძარში, გნებავთ ჩვენ მოზღვრებთან, ჩვენ ტაძრებში, ამას ხო დაფასება უნდა, ამას ხო დანახვა უნდა და ხშირ შემთხვევაში ქრისტიანობა როგორ შემოვიდა საქართველოში და როგორ გავრცელდა, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და არა მარტო საქართველოში. არის რაღაცა, რომელიც არ უნდა ადამიანს, არ იცის რა არის და შენ უნდა უთხრა რომ ესაა გასაკეთებელი ძმაო. შენ თუ ეს არ გააკეთე, პრობლემა გექნება, თან ძალიან სერიოზული პრობლემა გექნება. და მე რო იტყვის, უი არ ვიცოდიო, აი მე უკვე აღარ მიიღება რა ეს. ნახოთ საბოლოო ჯამში როგორ განვითარდება მოვლენები. აქ ასევე საინტერესოა Fox News-იც საუბრობს იმაზე, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს ჭყალებშია ჩასმული ქართული კოშმარის არაღიარების აქტს წარადგენენ.
აქ ვისიო? ქართული ანუ იგულისხმება, ანუ ქართულ ოცნებას გულისხმობენ. და ეს უკვე კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა Fox News-ი ტელევიზია, რომელიც იყო გამოყენებული როგორც პლატფორმა კონსერვატიული ძალების მიერ, ანუ უშუალოდ დონალდ ტრამპის მიერ ხშირი იყო მასთან ინტერვიუები Fox News-ზე და ერთ-ერთი ფორპოსტი იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეთ კონსერვატიულ ინტერესებს იცავდა. და აქ ჩდება კითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ რადგან Fox News-ი აი ასეთი სახით ავრცელებს ამ ინფორმაციას და ნუ საუბარია ამ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეზე და ხაზგასმულია, რომ ის არის რესპუბლიკელი, ქართული ოცნების განცხადება ჩვენ ნახეთ, რომ Deep State-თან დაკავშირებით, თუნდაც ამ უილსონთან დაკავშირებით, რომელიც მოხსენიებულია ერთ-ერთ არაფრის თქმელ პოლიტიკოსად და თავხეთ პოლიტიკოსად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ Fox News-იც, ნუ ხა შტატებში მიღებულია ზოგადად ინფორმაცია არ უნდა იმალებოდეს, იქნება ეს ლიბერალური წყარო, მედია საშუალება თუ კონსერვატიული, ყველა აშუქებს არსებულ ინფორმაციას, მაგრამ კითხვა არ ჩდება, რომ Fox News-მაც რატომ დაიწყო ამაზე. მოგდავით, მაგ კითხვა გაჩნდა ზუსტად იმ დღიდან, ჩემთვის პირადად, როდესაც ტრამპმა ჯერ განაცხადა, რომ ერთ დღეში დავასრულებ უკრაინის ომს. მე თქვა, რომ მე ყველას დავიჭერ, ვინც ჩემ წინააღმდეგ იყო და იმ მოსამართლეებს და სულ ყველას ვინ ჩართული იყო და მე ნელ-ნელა შეცვალა ვადები. უკვე საუბრობს 6 თვეზე. ეხლა საუბრობს იმ ხალხის ნელ-ნელა დაკავებაზე. ანუ ის ემოციური ფონი, რაც მას ჰქონდა არჩევნების წინ, წინასაარჩევნო ეს შიდა ელექტორალური გაქრა, ეს ფონი გაქრა, როცა ახლოს მივიდა, დაინახა რა რეალობა იყო და ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი აღკინება, რომ აი ტრამპი მოვა და ტრამპის ინაგურაციის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა ტრამპზე ყველაფერი არაა დამოკიდებული, თუმცა ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ აქ უნდა ჩვენ ძალიან ფრთხილად ვიყოთ. ესე მინდობა, ნახე, ორივე მხარე, ოპოზიციას და ხელისუფლებას დღეს ამბობს, რომ აი ჩვენი მომხრეები რესპუბლიკურ პარტიაში არიან ტრამპის უახლოესი ხალხი და ისინი ებრძვიან ივანიშვილს პირადად უკვე და ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოთქვა 2 კვირის წინ მის ერთ-ერთ სპიკერმა, რომ აი Deep State-ა როგორ იქნება. სწორი ანალიზი არის. არ შეიძლება ესე ერთი იმით, აი გერმანია გვიშველის, ამერიკა შეგვინახავს, ის ამას გამოგვიგზავნის, ეს ამას გამოგვიგზავნის, შენ არავინ არ შეგინახავს, ჯვარი გწერია ჩვენ, შენ თუ საინტერესო არ ახარ, შენ თუ საინტერესო ადამიანი, საინტერესო ორგანიზაცია, პარტია, სახელმწიფო არ ახარ, შენ არავინ არ შემოხედავს. ბოლო-ბოლოს ამ ქვეყანას მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაში ჩვენ ვიყავით 1801 წელს. ბატონო მიხეილ, თქვენ არ ამჩნევთ, რომ თავად საქართველოში ახლა გასაგებია ვიღაცას მოწონს ქართული ოცნება, ვიღაცა უჭერს მხარს ამ რადიკალურ ოპოზიციას, გამოდის რუსთაველზე ამ აქციებში, ღამეებს ათევენ იქ, გასაგებია, ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ თავად მთლიანად საზოგადოება ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ინფანტილურობიდან ვერ გამოვიდა. თუ საუბარია სუვერენული სახელმწიფოს მოწყობაზე, მხოლოდ ის რომ ესეთი კომპლემენტარიზმი, ესეთ ბრჭყალებში, ესეთი ლავირება ფონს გაგვიყვანს, ესეც ხო ერთგვარი утоპია. მესმის რომ შეიძლება იყოს მცდელობები ამ ლავირების, კი პოლიტიკური, ესეთი გეოპოლიტიკური ლავირების ელემენტები კი უნდა იყოს, თუნდაც პატარა სახელმწიფოსთვის ეს აუცილებელი ატრიბუტიც უნდა იყოს ერთგვარად, მაგრამ თავად საზოგადოებაშია ინფანტილიზმი. აი ვიდრე ბიზანტიის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის შემდეგ, თუნდაც რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ როდესაც ვიყავით. ჩვენ ხო თავად არ შევსულვართ იმ რუსეთის, უпростоრად თავად რუსეთმა ხომ არ მიგვიერთა ჩვენ იქ. ჩვენი მთავრები და ჩვენი მეფეები ითხოვდნენ იმას. გახსოვთ ხო მალახიტოვი დუარეთში რომ მიადგნენ გარსევან ჭავჭავაძე და ეს ტალახიანი ჩექმებით. მუხლებზე დაუდგნენ რუსეთის იმპერატორს. ზუსტად მაგი არ გვიშველეთ დავრჩით 400 ოჯახიო. ზუსტად მაგი არ გვინდა ჩვენ არც ეს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პრორუსულებს გვეძახიან და რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები აი ეს ვაჟბატონები არიან. ვისაც ეს ქვეყანა აქამდე მიყავთ და დღევანდელი რუსეთი მერწმუნეთ ისე არის შეცვლილი და კიდევ უფრო შეიძლება აი ეს ერთი წელიწად ნახევარი თქვენ რუსეთს ჩემზე კარგად იცნობთ იქ ცხოვრობდით და გქონდათ ურთიერთობა
ეს წელიწად ნახევარი იმდენად სერიოზული ცვლილებების წელი იქნება რუსეთისთვის და რუსეთში, რომელიც პირდაპირ აისახება და რუსეთს გახდის მიმზიდველს. ეს პროცესი დაწყებულიო. ბევრი რამე მეც არ ვიტყოდ. პირდაპირ ფეხებით იჭერენ ამ ministrებს და ფერთხავენ. აი ეს ხატოვნად რომ. ბევრი რამე მეც არ სუდღეში ყავთ ჩაგდებული. ვინაიდან კორუფციაში იყვნენ და ამ ყველაფრის ახლა ხდება გაწმენდა იქ. რუსეთში იცვლება ბევრი რაღაც, აი მართლმაიდებელი რუსეთი ის ქვეყანა რომელიც შენ გვერდით არის და მართლმაიდებლობაში არის, არ არის მართლმაიდებლობა და სამღვდელოება ეს არ არის წმინდანების დასი. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც გადმოსულია სულიწმინდის მადლი, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. იმათი შეცვლა თავიანთი ცოდვები. თავის ცოდვები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის, მე და თქვენ როგორ წავიდეთ ახლა და კაბა ჩავიცვათ, ზუსტად იგივე ვიქნებით, რაც ერში ვართ. შეიძლება ცოტა შევიცვალოთ რაღაცა ატრიბუტიკა და რაღაცეები შევცვალოთ, თორე ადამიანურად ჩვენი ნებები, ჩვენი დამოკიდებულებები იგივე ვიქნები და ვერ შეიცვლები. ნებისმიერი ადამიანი ერთ და იგივე იმაშია. და აქედან გამომდინარე, ჩვენ რო დღეს პოლიტიკაში ვართ და ჩვენი პარტია ამისთვის ვწვალობთ. ამისთვის დადის მამუკა ფიფია, ამისთვის რისკავს. ხოდა ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიხილოთ ეს სიუჟეტი, რაც უკვე დავაანონსეთ. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლობა საერთაშორისო მდივნის მამუკა ფიფიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით საშობაო პერიოდში რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქს ეწვია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის გარდა მამუკა ფიფია ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე გაეცნო. აქ მას მასპინძლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტმა და კავკასიელ მებრძოლებს შორის განსაკუთრებით მაღალი ავტორიტეტის მქონე სამხედრო ხელმძღვანელმა აპტი ალაუდინოვმა გაუწია. განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა ქრისტიან სასულიერო პირებთან. მათი საუბრის მოსმენა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ქართველ მაყურებელს იმ დიდ სითბოსა და პატივისცემაში, რასაც რუსეთის სასულიერო თუ საერო წრეების წარმომადგენლები განიცდიან ჩვენი საზოგადოების მიმართ. Мы сегодня собрались здесь, в том месте, где ჩვენ შევიკრიბეთ ისეთ ადგილას, სადაც ნამდვილი ცხოვრება. როცა აქ მოვდიოდით, ასეთი აზრი დამებადა. ნამდვილი ცხოვრება იქ, სადაც ადგილი არ აქვს სიკვდილის წინაშე ცხოველურ შიშს, ხოლო ნამდვილი სიკვდილი იქ, სადაც არაა ცხოველური შიში, სიცოცხლის მიმართ. და აქ მე მოვდიოდი იქიდან, სადაც ადამიანური შიში ჭარბობდა, ხოლო ამ ადგილას ჭარბობს ღმერთისადმი შიში, რომელიც ახლოსაა უკვე სიყვარულთან. ამ უკანასკნელთან მომავალი გზა არაა მარტივი და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ დავუკარგეთ ღმერთისადმი შიში. რუსებმაც, ქართველებმაც, ჩეჩნებმაც და ყველა იმ ხალხმა, რომლებიც ცხოვრობდით ერთ ოჯახში. ზოგიერთები კი კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას ერთ ოჯახში და ერთ ოჯახში ყოველთვისაა უფროსი და უმცროსი. და რუსეთი უფროსი და, ხოლო ყველა დანარჩენი უმცროსი დები. რა მშვენიერია, როცა დებს ერთმანეთი უყვართ და უყვართ მშობელი დედა. ამიტომ დღეს აქ რომ იმყოფებით, ეს არის სასწაული. ჩემთვის პირადად ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ღმერთი ადამიანს აძლევს იმას, რაც მის სულს წყურია. სწორედ ღმერთის წადილი იყო, რომ ჩვენ აქ შევკრებილიყავით და გვესაუბრა ასე საინტერესოდ, მარტივად და ამავდროულად სიღრმისეულ საკითხებზე. ჩვენი საზოგადოების და ხალხების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბელგოროდის ოლქის სოფელ რაკიტინოს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლაი გერმანსკიმ. განსაკუთრებით ყურადსაღებია სასულიერო პირის მოწოდება ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული სამომავლო ურთიერთობების შესახებ, რომლის გარეშეც ჩვენს ხალხებს მომავალი არ ექნებათ. ყველა ეს ომი ჩვენ გძულს, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოა. რუსეთი ომს არ იწყებს, ის მხოლოდ დაასრულებს ხოლმე მას. როგორც აღნიშნავს ხოლმე ჩვენი საყვარელი გენერალი, აპტი ალაუდინოვი. ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ქართულ ხალხს, ჩვენ გვიხარია იმ ცვლილებების შემხედვარე, რაც საქართველოში ხდება. განსაკუთრებით სიხარულს იწვევს ჩვენში ის, რომ მიმდინარეობს გარკვეული გარდაქმნა, განწმენდა, რომ თვალიდან ბინდი შორდება სულ უფრო მეტ ადამიანს. როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, დიახ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად და კმაყოფილად. ფიქრობთ რა, თითქოს ჩვენ ვიყოთ ძალიან ბევრნი, მაგრამ ჩვენი ძალა სიმართლესა და სიალალეშია. 5-10 წლის წინ თქვი, რომ ის ვინც რუსეთზე აღმართავს ხელს, ქრისტეზე აღმართავს ხელს მეთქვი. ყველამ სწორად ვერ გამიგო. ახლა კი, როცა ქრისტე გვაერთიანებს ქრისტიანებსა და მუსულმანების საუკეთესო შვილებს, ვეზიარებით დიად სიხარულს. ვისურვებდი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად მომრავლდეს ის ხალხი, რომლებსაც ესმით, რომ სიმართლე ღმერთშია და ეს ჩვენი სიმართლეა. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით ქართული ეკლესიის მეთაურზე, პატრიარქზე.
ის დიდ პატივს მიაგებს გლინის უდაბნოს ბერებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ალექსანდრე ნეველის მონასტერში. მათ დიდი როლი შეასრულეს პატრიარქის ცხოვრებაში, მის ფორმირებაზე, ხოლო პატრიარქის სიყვარული, რომლითაც ის მას პასუხობდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათზე. ჩვენ კი ვღებულობთ კურთხევას სტრაცებისგან, ესე იგი კურთხევას ვღებულობთ პატრიარქი ილიასგან. დეკანოზმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ საშინელ რეალობაზე, რაც ომს ახლავს თან. როგორც სასულიერო პირის საუბრისას აღნიშნავს, რუსეთის მიზანი არა ომების დაწყება, არამედ მათი დასრულებაა. მან ქართველ ხალხს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცა და სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ გამოთქვა იმედი. საოცარი და ძალიან ამაღლებელი მომენტია. ახლა და ყოველთვის სიყვარულით ვარ სავსე ქართველი ხალხის მიმართ. მოგიყვებით ერთ ეპიზოდს ჩემი ცხოვრებიდან. 18 წლის ასაკში მოვხვდი საერთაშორისო ახალგაზრდულ ცენტრში. 1985 წელი იყო და ვიყავი მოთავსებული ორ ქართველთან, მერაბთან და მალხასთან. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არაფერი მიგრძნია. და არ განმისდია სიყვარული მზრუნველობის კეთილშობილური სურვილის გარდა ამ ხალხისგან. მას შემდეგ მე სავსე ვარ სიყვარულით ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ამას ყოველთვის გრძნობდით, ბავშვობიდან ასე ვიზრდებოდით. და თუ ამ წუთებში ქართველებო ჩვენო ძვირფასებო, თუ ეს გესმით, ჩვენ რომ გულწრფელად გვიყვარს და რუსეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, თქვენ აღარ შეგეშინდებათ ამ დასავლური ქსელის გატეხვა, რომელმაც ახლა მოიცვა რუსეთის ირგვლივ ყველა სახელმწიფო და ახლა ყველგან შემოიჭრება, რათა ჩააქროს ის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც გვაქვს. ჩვენი რწმენა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ღმერთის მიმართ და ჩვენი დამოუკიდებლობა ერთმანეთის მიმართ, როგორც მოზმე ხალხების მიმართ. გულწრფელად ვისურვებ ძალას ქართულ ხალხს. დარჩით მართლები საკუთარ თავთან, რადგან დიდი ქართველი ხალხი საკუთარ თავში ატარებს რწმენას, ქრისტიანულ ფასეულობებს, ჭეშმარიტ სიყვარულს, კეთილშობილებას, მუსიკალურობას. გაუფრთხილდით ამ ყველაფერს და მაშინ დარჩებით ორიგინალურ არაჩვეულებრივ სახელმწიფოდ. შეინარჩუნეთ თქვენი თვითყოფადობა. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენლობამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კურსკის ოლქში, ყველაზე უფრო ცხელ წერტილში გამართული ასეთი საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის მასში მონაწილე თითოეულ პირს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის დიალოგის გაღრმავებას, მომავალში რეგულარული სახე მიეცემა. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ მამუკა ფიფიას მადლობა გადაუხადო პარტიის სახელით და იმ მრავალათასიანი ჩვენი მომხრეების სახელით, რომლებმაც ეს სიუჟეტები უკვე არაერთხელ ნახეს, მაგრამ აქ საუბარი არის ძალიან საინტერესო ორ სასულიერო პირთან, რომლებიც მოღვაწეობენ აი კურსკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა განთავისუფლებულია და მამუკა ზუსტად იმ ტერიტორიაზე იყო ჩასული. და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მასთან ზის რუსეთის გენერალ-ლეიტენანტი, არმიის ჯარების გენერალ-ლეიტენანტი და ჩეჩენი ლიდერი, ჩეჩნეთის, ასე ვთქვათ, ჯარების ლიდერი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს. და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ბატონო დავით, როდესაც მუსულმანური ქრისტიანების აი ეს თანხwebdriver არის, მთავარი ადამიანს რწმენა კონდეს. ურწმუნო ადამიანი, შეიძლება ქართველი იყოს, რუსი იყოს, ნებისმიერი რელიგიის, ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი, მასთან შეუძლებელია ურთიერთობა. ეხლა რაც მამამ თქვა, რომ ორი ქართველი გავიცანიო და ეს ხო ჩვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებელი, ეს ჩვენი ხასიათი არის. ქართველი თავადები რო ჩავიდნენ რუსეთში, ხო, მათ იღებდნენ როგორც ღირსეულებს. ისის თავადი იყო და ქართველის თავადი იყო. თუმცა მათი ქონება, მათი მიწები, ასე ვთქვათ, ყმების რაოდენობა იყო 1000-თან, მაგრამ მათ იღებდნენ როგორც ღირსეულ თავადებს. და ისის თავადი იყო, ისის თავადი იყო. შენ ღირსებით უნდა ესაუბრო რუსსაც, შენ ღირსებით უნდა ესაუბრო ევროპელსაც, შენ ღირსებით უნდა ესაუბრო ჩინელსაც და ყველას, მაგრამ აქ ნახეთ რა მომენტია, ეს ადამიანი რას ბრძანებს, რომ ჩვენ ერთად ვიყოთო, ჩვენ ერთმანეთს ღირსებით მოვეპყროთო. თქვენ კარგად გახსოვთ. საქართველოს კომუნისტების დროს, მეფის რუსეთის დროს, ქართველი კაცი იყო დაფასებული თავისი ღირსებით, სწორედ აი ამ თვისებებით, რომ შეელო, სუფრა გაეშალა, მოელხინა, ქონოდა კაცური სიტყვა ეთქვა, გვერდში დადგომოდა. ამის უფლება ჩვენ დასავლეთმა არ მოგვცა. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველ კაცს დაეკარგა ფუნქცია. კაცს ვიზახი ამ შემთხვევაში მამრობით სქესზეა. მენტალობაც კი შეცვალეს. სოფლებში თუ გახსოვთ ჭურის თავებზე და ჭებთან რომ
კაკლების ჭრდილში პურმარილი რო იშლებოდა ცივი მოხარშული ცივად მოხარშული დედლებით. გაუცხოვება მეზობლებს შორისაც კი დღევანდელ ქართულ სოფლებში. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრების მენტალობა შეიცვალა. ის რასაც ამბობდნენ ხოლმე ჩემ ბავშვობაში და სიგიჟეთ და ამბობდი ეს ნორმალური არ არის მეთქი რომ და ძმასთან ნათესავი ვერ მივა ზარის გარეშე დღეს ჩვენ უკვე ამ წელს კი არა უკვე დაახლოებით 10-15 წელია ამ მდგომარეობაში გვაქვს ჩვენ ახლა ვიღაცა ახლა მე რომ მივიდე ჩემ მეგობართან შეიძლება ძალიან ახლობელთან მივიდე რომელთაც ვიცი რომ არ ჩავაგდებ უხერხემლო მდგომარეობაში ან მარტო ცხოვრობს ან ვიცი რაღაც მის სიტუაცია მაგრამ აი ესე ეხლა როგორც ადრე ვაკეთებდი და როგორც ჩემთან მოდიოდა სტუმრები ესე ვეღარ მიდიან ადამიანები ანუ გარდა იმისა რომ შენ მატერიალურად ახარ შეჭირვებული და შეიძლება ვერ დახვდე მენტალური შეჭირვება ახლა სტუმარი რაც რა უნდა მოვიდეს ჩახვა რაღაცა ძეხს იყიდი კვერცხს იყიდი რაღაც ანუ რაღაცით გაისტუმრებ არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება სუფრასთან მაგრამ ამის ძალა არა გაქვს ჩვენ ძალა გამოგვაცალეს ერი არის ძალა მიხდილი ძალმიხდილია და აი ამაზე საუბრობენ მოზღვრები რომ ჩვენ თუ ერთად ვიქნები და ახლა აპტიაულდენოვი რასაც ამბობს ხო ჩვენთვის რატო იყო ეს ვიზიტი გარდა იმისა რომ იქ ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა და ხალხს დაეხმარა გარკვეულწილად ახლა იქ არ ვარ გამდიდრებული ამითი ეს იყო უდიდესი ნაბიჯი რუსეთთან ჩვენი დაახლოების კი არა ნდობის აღდგენის ჩვენ ყოველ დღე მსგავსი გადაწყვეტილებებით მამუკას გადაწყვეტილებები და ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებები და რუსეთში მცხოვრები ქართველების რომელიც ძალიან ცოტა არიან დამერწმუნდეთ ჩემი 35 წლის გამოცდილებით მე იშვიათად შემხედრია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მსგავსი რამ ეკეთებიოს და ამისთვის პატივი და მადლობა მას ამიტომ ეს გაერთიანება მაინც მოხდება და ჯობია აი ეს ღირსეულად როგორც ჩვენ უწმინდესზე ბრძანა მამაო რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ რომელ დასავლეთის ქვეყანაში სცემენ ილია მეორის პატივს რამდენმა იცის რომ ილია მეორე არსებობს ასეთი ჩვენი პატრიარქი აი მე კითხავს ახლა თქვენ გისვათ ბევრმა იცის დასავლეთში ეს არა რა თქმა უნდა ნუ და მართლმადიდებლურ ქვეყნებში რა თქმა უნდა იციან მაგრამ რამდენი ქვეყანა ვართ ასეთი ხო ნუ ვისაც იხსენიებენ პატრიარქები გერმანიაში საფრანგეთში იტალიაში თუ მართლმადიდებელი არ არის და არ არის სასულიერო პირი მან იცის საქართველოს საერთოდ რაზე იდგა აქ არის რიგით ადამიანებზე ლაპარაკი თორე ხო მაღალ თუნდაც სასულიერო წრეებში ქრისტიანულ სამყაროში ჩვენს პატრიარქს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. ნუ მათ შორის კათოლიკო კი ბატონო მუსლიმანებშიც და იუდები მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი აქ არის შენ როგორ დააყენებ შენ თავს თუ რამე მეშლება მითხარით რა შენ როგორ მიაწოდებ შენ თავს ურთიერთობაში ჩვენ აი ახლა რასაკეთებს ოპოზიცია მოუკვდნენ იმის წერით არ ჩამოხვიდე ამ გაფუჭებულ ქვეყანაშიო ოღონ ესენი გადამაგდებია და წყალსაუღია ეს ქვეყანა თუ გინდა მშიერი მოკვდესო დაუწესეთ სანქციები საბანკო სისტემას გააფუჭეთ ლარი ისე გააფუჭეთ რომ ოღონ აქ რევოლუცია მოხდეს და მშიერი ხალხი გამოვიდესო ამას რომ ადამიანი იტყვის და მე თქვენთვის არ იყოს ორი შობა იზეიმეს და იქ სურათისთვის დადგნენ და გალობდნენ ქაშვეთის წინ ამათ როგორ უნდა ენდო რუსული შობა ებიჯო თუ რუსული შობა არის მათი ბევრ რამეზე თქვით რუსულზეც ხო არ ისინი აქ თამამად შემიძლია ვთქვა ეს ჩემი მხრიდან ვისაც როგორ სურს ისე გაიგოს უშუალოდ ჩემი პოზიცია ანუ პასუხისგებელი მე ვარ ამ ჩემ სიტყვებზე იქ თუნდაც იმ შობის ღამეს ეს კატეგორია რომელიც პროტესტში მონაწილეობდა ორი ვარიანტი არის ორი ვერსია ერთი ნაწილი და ალბათ უფრო დიდი ნაწილი იყვნენ ათეისტ მატერიალისტები რომლებისთვისაც ვერცხლის მოყვარეობა უფრო მნიშვნელოვანია ეს ამას წყალი არ გაუვა ჩემი სუბიექტური აზრია თუმცა ასეა და მეორე ნაწილი რომლებსაც კი აქვთ რაღაც სულიერი შემადგენელი კარგად არ არიან გარკვეული რელიგიურ სწავლებაში ჩვენს მართლმადიდებლურ სწავლებაში აქვთ მოწოდება და სურვილი რომ იყვნენ უფრო მეტად სულიერები მაგრამ აყოლილები არიან სიმჩატეს და თამამად შეიძლება ითქვას რომ ასევე იმყოფებიან ამ ეკუმენისტური რეფორმისტური გავლენის ქვეშ. აი ეს ორი კატეგორია იმყოფებოდა იქ აქციაზე. ასაკოვნები ალბათ უფრო მეორე ნაწილს შეიძლება შევახამოთ, ვინაიდან
ნაკლებად ახლა ყველა ქართველები არიან, მაგრამ ცხოვრება მოიტანა, აი დღის წესრიგი ასეთია ახლა ქვეყანაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გამოუძვრეთ იმ გაუსაძლის მდგომარეობიდან, რომელშიც უკვე ვიმყოფებით საუკუნის მეოთხედია. ანუ პერმანენტულად შეიძლება რომ ცენტრალურ პროსპექტზე იყოს გადაკეტილი გზა აპრიორი, როდესაც იცის ხელისუფლებამ, რომ ამ ოპოზიციურ ძალას აქვს გამოყოფილი n რაოდენობით თანხები, რომ ეს ქუჩები ყოველდღიურად იყოს გადაკეტილი. იგივე დასავლურ ქვეყნებში იმას ფიქრობენ, რამდენი საათით უნდა იყოს სეკვესტრირებული სამუშაო დღე, ან გაგრძელებული შვებულება. და აქ რომ პერმანენტულად მიზანმიმართულად არის დაკეტილი გზები. მხოლოდ იმიტომ, რომ იციან, რომ ეს ფული უნდა გათეთრდეს, რაც NGO-ებიდან აქვთ გადმორიცხული ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს. რაიმეს არასდროს ვამბობ? აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ უფრო მეცაც გეტყვით. მათ მოინდომეს რამდენიმე თვის წინ ქალაქის გამწარება. ანუ რო ვერ მიაღწიეს ვერაფერზე, რუსთაველზე დგომით, დაიწყეს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა და ხალხის ჭყვინა გადაყვანა. მაგრამ ეთყობა ვიღაცა კიდე გონიერი დარჩა და უთხრა რომ ესე თუ გააგზელეთ, გამოვა თბილისი და 15 წუთში დაგშლიან ისე რომ ფეხზე ვეღარ დადგებით. მერე შეცვალეს მარშები. ანუ შიზოფრენიის უმაღლეს წერტილზე ვართ ასულები. ზეგ იქნება რაღაცა. ანუ ამას რომ შეხედო სერიოზულად, შეიძლება ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩავარდეს ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს. თან ეს იმ ფონზე, ბატონო დავით, როდესაც უკვე პრაქტიკულად ყველა ის ლიდერი, რომელიც ამ ოპოზიციას იცავს, პრაქტიკულად წამსვლელია. ზოგს ერთი თვე დარჩა, ზოგს სამი თვე, ზოგს წლის შუა პერიოდამდე. მერე იქ ვინ მოვა? თქვენ ხო იცით რომ იქ ძალიან ძლიერ მდგომარეობა იქნება. მათ არ ეცლება ჩვენთვის და ჩვენს დავიღალეთ ამაზე საუბრით. ბრო, ჩვენ რა დავაშავეთ? მე უკვე ხმამაღლა ვიტყვით, ნორმალურმა ხალხმა რა დავაშავეთ? როდესაც არანორმალურებს გვეძახიან, არანორმალურები ნორმალურებს კაი გამოთქმა არის დადგებად რომ გიჟებიო ჩვენებს ეთქვენ გიჟი ხარო. აი თქვენ რაც თქვით, ახლა ძაღლი ახსენეო რომ ხალხში გამოთქმა ავტომატურად გადაირთო ახლა ამ საძიებოში ხო არის თვითონ რომ გადადის ეს სლაიდები. მიხეილ როთი მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, ასევე რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ. ნეტა სულ ყველამ შეიკავოს თავი. 23 თებერვალს გუნდღა აღარ იქნება ამ ხალხის. არჩევნებია იგი. ბიჭო, ერთი გეპოვნათ, ერთი ცოლი ანკმარი ამ კაცისთვის დაწმარდებოდით სულ ყველა. ესენი იმდენს იზავენ. ნეტა ისე უქნიათ, რომ ყველა საელჩო გაიწვიონ აქედან დასავლეთის. არა, საელჩოებს ასე არ გაიწვევენ, უბრალოდ შეიძლება. არა, ბანო დავით. არც რამდენიმე ასწლეს წინ ეგონათ რაღაცეები ღმერთთან უქნას, ახლა მე არ მინდა რადიკალებში გადავიდე, მაგრამ თუ ამათმა ესე გააგრძელეს აქ რადიკალური პრობლემები შეექმნა ქვეყანას. მერე ხალხი არ კითხავს ხელისუფლებას ამა თუ იმ საელჩოსთან როგორი ურთიერთობა დავამყაროთ. რატო აკეთებიებენ, რატო აზიზღებენ? თუმცა ჩვენთვის, ჩემი პოლიტიკური მწამსის ადამიანისთვის, რაც მეც იტყვის, ეს რა ქვია, არასწორი ორიენტაციის კაცი ეს როთი საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებაზე ცუც, უფრო მეც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაყარეთ ეს მაპატიეთ, არ მინდა ეს სიტყვა თქვა საქართველოსთან. ესენი ყველა პერსონა ნონ გრატები უნდა იყვნენ. ისევე როგორც პერსონა ნონ გრატა უნდა ყოფილიყო, ისე ბევრჯერ გვითხოვს უკრაინის ელჩი და ძალიან ბევრი ელჩი. მაგრამ, ეთყობა ყველაფერს ძალიან რთულია, როცა იქ არ ზიხარ, ვისაც აკრიტიკებ, რთული ამ საუბარი არის, დეტალები არის ამ დგომა, მაგრამ რასაც ჩვენ შოუდან უყურებთ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ისინი გავაძევოთ. ისინი გასაძევებლები არიან. კი ბატონო, შევთანხმდით, თქვენთან ვარ, დავტოვოთ საელჩოები, მაგრამ ცხვირს ჩაყოფენ. იმაში რაც მათი საქმე არ არის. აქ საინტერესოა კიდე ერთი მომენტი, რომ ხომ დაიწყეს манипуლირება. ჩვენს შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ხო ერთი ფაქტი არ იყო, რამდენიმე არაერთი ფაქტი იყო. ახლა თავად იწვნიეს ეს ყოველივე და ერთი მეორის მიყოლებით ეს დასავლელი ლიდერები უკვე არ მოწონთ თუნდაც აი ტრამპის განცხადებები. იქ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა ახლა გრენლანდიასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ევროპული ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებს არ დაუშვებთ თავდასხმებს ამ სუვერენულ ტერიტორიებზეო. კანცლერი შოლცი
პარალელი მოიყვანა, ან პრინციპში გაათანაბრა ტრამპის ეს განცხადება ამ ახალი ტერიტორიების მოერთებაზე პუტინთან. პუტინი გამოიყენა, ანუ ამბობს, რომ აი ხედავთო, პუტინი შეიჭრაო უკრაინაში, რითაც დაარღვია ქვეყნის ტერიტორიული საზღვრებიო. და ამას ამბობს ტრამპის გაკეთებული განცხადების კონტექსტში. ანუ ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აიგივებს ამ ადამიანებს, ანუ მათ პოლიტიკურ სოფხედველობას. ეს ხომ ისევ და ისევ, გასაგებია, ეხლა ესენი ცდილობენ, კიდე იყო მთელი რიგი განცხადებები, რომ ევროპის კონტინენტი არის ძალიან ძლიერი. როგორ არის ძლიერი? ტრამპი გამოვიდა და თუკი ანგელა მერკელის დროს ამბობდა, რომ 2%-მდე გაზარდეთო შიდა მარგი პროდუქტიდან შემოსავლიდან გადაიხადეთ საერთო ყულაბაში ნატოს გაძლიერებისთვის 2%, ახლა პირდაპირ გამოდის და 2 კი არა 5%-მდე აწიეთო. საშინელ დღეში არის რეცესია არის ეკონომიკური ევროპაში და ტრამპი ეუბნება, რომ ახლა 5%-მდე გაზარდეთო. თორე კი სერი გიტეხიათ. ანუ ჩვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას გაიყოფს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, გავიდა საფინიშო სწორზე. მოდით კიდე საშუალოვადიან პროგნოზში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს გიდასტური. 25-27 წლისთვის სიტუაცია იქნება შეცვლილი. ეხლა მოდი ჩვენი პროგნოზი ვთქვათ, რაც თითქმის ყველაფერი ღმერთის წყალობით გამართლდა, ხო? გამართდა ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში. გამართდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნა ამ ეტაპზე ის მდგომარეობა, რაც აქვს და კიდე შეინარჩუნებს. ჩვენ ვეუბნებოდით და ეხლაც ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას. მაქსიმალური ყურადღება და რატომ ამბობ ამას? მოლდოვეთიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი იმისა, რომ მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ორი რამ, არ უნდა ჩამოშალონ ეკონომიკა, ფინანსური ბაზარი საქართველოსი, არ უნდა დაიწყონ ტერაქტებზე მუშაობა. სხვანაირად რომ გამოიწვიონ მართვადი ქაოსი. მართვადი ქაოსი. ეს არის ბოლო და ძალიან აი რატო ვამბობ, რომ შეიძლება საელჩოებმა დატოვონ აქაურობა. თუ დასავლეთი წავიდა, მე არავის არ ვაშინებ, უბრალოდ არის ასეთი ვარიანტი გაათამაშონ, თუ დასავლეთი წავიდა იმაზე, რომ ქვაქვაზე არ დარჩენილა და აი ბოლომდე მაპატიეთ ეს ქართველები დავსაჯოთ, იმიტომ რომ თავი არ შეაკლეს მათ ნათელ მომავალს და მათ ყაჩაღობას. რა იყო დასავლეთის მიზანი? მათი მიზანი იყო რუსეთის შეჭმა და რუსეთის ნედლეულისთვის ფულის გადახდა კი არა, მუქთად აღება. ანუ დასავლეთმა თავისი მტაცებლური ხასიათი საბოლოოდ გამოამჟღავნა და არ მინდა დღევანდელი გადაცემის ფორმატი არ არის, კაპიტალიზმის ის სახე, რომელიც ჩვენ ვიცოდით, პრაქტიკულად აღარ არსებობს. შევდივართ ახალ, რომელიც ჯერ ბოლომდე არავინ არ იცის, რა სისტემაში შევალთ, მაგრამ ერთ სისტემაში კი შევალთ. ეს უნდა იყოს ადამიანზე გათვლილი სოფლიო წესრიგი. ადამიანზე. თორე ადამიანი არის მთავარი და არა რამდენიმე მილიონი, თუ 1 მილიარდი, ოქროს მილიარდს უეძახიან, რომლებისთვის ყველა იქნება დამონებულ მდგომარეობაში. აი ეს ადამიანები მიიყვანა. ტრამპი და პუტინი დღეს აი ამ იდეოლოგიის თანხმედრაში არიან ამ იდეოლოგიის და ყველაფერს გაუკეთებენ ერთმანეთს სატოპკეებს. თქვენ ახსენეთ ეს მომენტი, რომ კიშინიოვის აეროპორტში იქნა აღმოჩენილი სასაფეთქებელი მოწყობილობა და საინტერესო ის გახლავთ, რომ ის დამონტაჟებული იყო სათამაშო მანქანაში რადიომართვად ბავშვებისთვის. რადიომართვად მანქანაში და ამ სკანერით გამოჩნდა, რომ იქ არის სასაფეთქებელი ნივთიერება. ახლა მოდელირება რომ გავაკეთოთ სიტყვაზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ხო ცოტა უმადური საქმეა, ხო არავინ არ იცის რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა, მაგრამ აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გაიტანა ის იმ ადამიანმა, ვისაც შეიძლებოდა საერთოდ არც ცოდნოდა რამე აქვს იმ სათამაშოს სახით. ვიღაცამ თხოვა, რომ გადასცეს, ასე ვთქვათ, ეს ნივთი. და რამაძლევს ამის თქმის უფლებას. 1977 წელს ეს ცნობილი იტალიელი მსახიობი, ეს ლამაზი ქალია, ორნელა მუწი მსახიობი, გადაიღეს ასეთ კლიპში.
და ესეთი სკეჩი იყო პატარა ფილმი, სადაც იქ სასიყვარულო ისტორია, ეს შაუგრიმან სიმპათიურ მამაკაცთან, ეს არის თავად ბორტგამცილებელი და გაატანს ესეთ რადიოლას ბოლოს და ესეთი კარგი მუსიკის ფონზე ადის თვითფრინავში. და ეს მერე შავი სათვალეები დგას, მზის სათვალეებით ეს კაცი და იტალიურად ტელევიზიით იქ რაიუნო აცხადებს, რომ ახლა ეს თვითფრინავი რომელიც აფრინდა აფეთქდა. და ეს აღმოჩნდა პალესტინელი ტერორისტი. ნუ ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთიდან რომელიღაც ტერორისტული დაჯგუფების წევრი. აი ასეთი დაახლოებით შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამ. აი ის მანქანა, ის საბავშვო რადიომართვადი მანქანა, სადაც იყო დამონტაჟებული სასაფეთქებელი მოწყობილობა, დაახლოებით ისეთივეა, რაც იმ სკეჩში ჩანს, ამხელა პატარა რადიოლა. ხო, ახლა მაგას სად ღმერთო დაიფარა ყველა რა თქმა უნდა პირველ რიგში ბორძმყოფები, მაგას სად დააფეთქებდნენ ჰაერში, თბილისში. ნუ არავინ არ იცის, მაგრამ ეს როგორც ვერსია, ეს მოდელი ასეთი ვერსიები აქვს. ამათ მათ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია უბრალოდ გაგვიგრძელდა ახლა ამ თემაზე საუბარი. ძალიან ახალი წლის პერიოდია და მინდა იმედი გამოთქვა და მოუწოდო ჩვენ ჩემ თავს პირველ რიგში. ნუ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, სად შევდივართ. შევდივართ ახალ მსოფლიოში, ახალ წესრიგში და ახალი გააზრებით. სადაც რწმენის გარეშე, რელიგიის გარეშე, ქრისტეს გარეშე, ჩვენი ეკლესიის გარეშე, კიდევ ერთხელ დავანებოთ თავის სამღვდელოებას, ვიცი რამხელა ომია გამოცხადებული და მაგ თემას ნუ ჩვენ ეკლესიასთან გქონდეს წმინდა ეკლესიასთან გქონდეს ურთიერთობა თუ იმე რამეს გეტყვის შენ მოძღვარზე ან სხვის მოძღვარზე გაატარე ჩვენ მივდივართ ტაძარში ჩვენ ღმერთთან მივდივართ და რაღაცა დასმულია ის მოძღვარი მან თავის სოდებზე ამასაც ვერ აცნობიერებენ ბატონო მიხეილ აი ათონელი წმინდა მამებს აქვს ნათქვამი რა მღვდელის ფუნქცია რა არის ის კი ბატონო არის შუამავალი უფალთან მაგრამ ყველაზე ცოდვილიც რო იყოს სასულიერო პირიო შეგიძლიათ ბავშვიც კი მოანათლინოთ იმიტომ სულიც მინდის მადლი არის მასზე გადმოსული ისიც ადამიანია ისიც ცოდვილია ისიც ეპისკოპოს აბარებს ახსარებას ხვდებით და ამათი შაბლონური აზროვნებით აი ესენი რუსთაველზე როდგანენ და ერთადერთი აი ესეთ გამოიყენეს როგორც კალკა ერთი მეორე ყოველი მეორე ამას ამბობდა აი ახლა წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძართან ვიკრიბებით ანუ ეს სათქმელათა აქვს ხვდებით ეს ფარისეულობა სპეკულირება სუფთა და იგივე ქაშვეთის ერთ-ერთ მოძღვარს მამა ელიზბას მიუვარდნენ დაახლოებით ერთი თვის წინ და იქ გაწმ-გამოწევა იყო იგივე ვაკეში მიუვარდა მამა შალვა კეკელიას ნუ მათთვის ეკლესია და მათთვის რწმენა და ეს ვიზუალიზაცია მე ვამბობ და კიდევ ერთხელ მივარებ ჩვენი საქართველო როცა მე ვიყავი ბავშვი და იყო 7 ეკლესია ჩვენი ცხოვრების წესი იყო ქრისტიანული არავის არ ამოუძირკვავს ის რომ ჩვენ ეკლესიაში დავდიოდით არავის არ უთქვამს ჩემთვის ქაშვეთთან გავიზარდე რომ ეკლესიაში არ შემოხვიდი აღდგომაზეო ბებიაჩემ სალუცოლო ქონდა გაკეთებული სახში კომუნისტ ხალხს ანუ არავინ არ გვიგზავნოდა და ეს იყო იცოდა ყველა რაიკომის დივნები ანათლიებდნენ შვილებს და ცეკავს დივნები და ეს არ დაწყებულა 70-იანებში, ცოტა ადრეც ესახდებოდა. ხა თუ ძალიან ესეთი კომუნისტი არ იყო, ათეისტ კომუნისტი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მრავალი შობა ახალი წელი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, გახარება თქვენ ოჯახებს და ყველა იმ ქართველს, ვისაც და იმ ქართველსაც, ვიც დღეს გზააბნეულია მე სხვას, უკვე ადამიანურად სხვას სახელს ვერ ვარქვევ, ეს არაა ნორმალური მდგომარეობა, ავი სიკეთე და მშვიდობა პირველ რიგში უსურვოთ. უერთებით თქვენ მილოცვას და აქვე დაგემშვიდობებით ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად ხვალ 19 საათზე მადლობა ყურადღებისთვის შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი მადლობა